ბოიკოტსა და არჩევნებში მონაწილეობის დილემასთან დაკავშირებით. დილემა იყო და არის ეს და უბრალოდ რატომ აირჩიეთ თქვენ ეს გზა, რა შედეგსელით აქედან და რა მიმართულებით დაკორექტირდა თქვენი მოლოდინები იმ 75-დღიანი პატიმრობის შედეგად, როცა შიგნით იყავით, ახლა გამოხვედით, გაეცანით სიტუაციას, კრიტიკას, იქაც უსმენთ, ახლაც უსმენთ, რეალობას გაეცანით, თქვენი პარტიის წევრებს შეხვდით, კვლევებს შეხედეთ და ასე შემდეგ. დავიწყებ ბოლო ნაწილით. არაფერი არ დაგვიკორექტირებია, რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, სანამ დაგვიჭერდნენ და როცა გამოაცხადეთ, როცა ჩვენ დაჭერილები ვიყავით, მე თქვენ გავსვათ რომ იქიდან წერილიც გამოაგზავნე, აი ესე მუხანათურად მარტო ჩვენ გამოგვიშვეს, ჩვენ გადაწყვეტილება არ შეგვიცვლია. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ეს უნდა, როცა აი ესე ტიპის არჩევნებს ატარებს, სწორედ ეს უნდა, რომ არავინ აღარ ყავდეს არჩევნებში. მას უნდა, ესე ვთქვათ, პროქსი სახელმწიფოს შექმნა. დაინახა, რომ იზოლირებულია, ეხლა ადგილობრივ არჩევნებში კონკურენტი ეყოლება თუ არ ეყოლება, უმჯობესი არ ყავდეს და რატო მე გაგახსენეთ თუნდაც წინა პირობას. ესე იგი ჩვენ ვიყავით ყოველთვის გაერთიანების და ერთობის მომხრე. და არა ბრტყელი სიტყვებით, არამედ კონკრეტული ეს იყო კოალიციის შექმნა, ეს იყო პრეზიდენტის ფორმატში მონაწილეობა, რომელშიც ბოლომდე მარტო ჩვენ ვიყავით. და ვინ რატო დატოვა, ეხა ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ იმდენადაც დაძაბულია სიტუაცია და ეხა ამის გარჩევის დრო არ არის. ჩვენ ვიყავით იმის ესე ვთქვათ, ინიციატორები, რომ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შეგვექმნა და არა რაღაცა ეხლა როგორც ხდება რა არ მინდა ვახსენო რაღაც რამოდენიმე პარტია ერთად ის 61 არჩეული დეპუტატი 4 კოალიციიდან რომ ერთად ჯდარი იყო დღეს რომ უფრო დიდი ძალა იქნებოდა ქუჩისთვის პირობითად ლაპარაკობ დაგეგმვისთვის ბიძინას ჩამოგდებისთვის თუ ეხა რაც მოხდა მაგაზეც ესე ვთქვათ აღარ გავაკეთებ კომენტარს ატო დაიშალა ეს ყველაფერი ამას მოყვა შემდეგი რაღაცა მე ვიყავ ინიციატორი როცა თქვი რომ ქალბატონი სალომე და სხვათა ჰქონდა ესეთი აზრი მე მესვისო პრეზიდენტი იყო, მაგრამ თბილისი მოვიგეთ, 4-ვე მოვიგეთ თბილისი 2024-ში და მასთან ერთად მოვიგეთ 4 გაყალბებული არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მოვიგეთ 52%-ით და 48 წირვის წინააღმდეგ და ვერ გააყალბეს თბილისი. ვერ მოახერხეს. რა თქმა უნდა გააყალბეს, მაგრამ იმ მასშტაბით ვერ გააკეთეს და მე ვუთხარი რომ აი წარმოვიდგინეთ რომ ქალბატონი სალომე რო იყოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, საერთო კანდიდატი. ხო გადანგრეული გვაქვს თბილისი. და რატო არის თბილისი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ თბილისი არის ერთადერთი ქვეყანაში ადგილი, რომელსაც პირდაპირ ლეგიტიმაცია აქვს ხალხის. ეხლა რო წარმოვიდგინო რომ თბილისი ირჩევს სალომე ზურაბიშვილს და 4-ვე კოალიცია უდგას გვერდში, დამთავრებული ამათი შემდეგ, მაგრამ ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის გამოდის მოსახლეობის და ამორჩევის რაოდენობის გათვალისწინებით. კითხვა მაქვს, რა ჩვენ რა გვინდა? რა გვინდა კონკრეტული გეგმებით რომ ნაბიჯებით ვიაროთ 13 წელი რომ ხელისუფლებაშია და ყველგან ფესობია გადგმული გვინდა რომ ერთ დღეში დავამთავროთ გინდა რევოლუცია დაარქვი გინდა ესე თქვა პროტესტი და არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ ამ პროტესტში ვართ მაგრამ რაღაცა ხო უნდა გააკეთო პარალელურად რომ ეს სისტემა ჩამოშალო და ეს იყო ყველაზე კარგი ქალბატონი სალომეს პოზიცია იყო რომ თუ ყველა დაეთანხმება ამ ესე ვთქვათ მოცემულობას ის მზად იყო რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და ბოლო კომუნიკაცია მქონდა ზუსტად იმ დღეს როცა მე დამიჭირეს ჩვენ კაბინეტში მოვიდა ანუ რაღაც გარკვეული წინასწარი მზაობის ელემენტები იყო რა თქმა უნდა ხა მე ვერ ვიტყვი ეს წოდება არ იყო მაგრამ მზაობის ელემენტი ვერ ვიტყვი მაგრამ მან თქვა რომ თუ 4-ვე კოალიცია ამ ესე ვთქვათ ერთობას შეკრავს მაშინ ეხა გუშინაც გაიმეორო რომ თუ ყველა ერთად იქნებით მე მზათავარ ეს ერთობა არ მოხდა კატეგორიული მე ვთქვი რომ კაი ქალბატონი სალომე თუ არა რომელიმე ცნობილი სახე დავაყენოთ ეხა აღარ ჩამოთვლი რამოდენიმე გვარი იყო რომელსაც ძალიან დიდი რეიტინგი აქვს და ჩვენ ვზომავდით კიდევაც არაპარტიულად აფილირებული კანდიდატი არაპარტიული იმიტომ რომ ჩემი ამოცანა პოლიტიკაში არის ამ კრიმინალური მენტალობის დამარცხება პოლიტიკურად დამარცხება რომ ქვეყანა დავაყენოთ სწორო გზაზე და მარტო ქუჩიდან ამის გაკეთება არის შეუძლებელი და ყველა ის მაგალითი რომელიც არის 2003 წელი ვარდების რევოლუცია და ჯვარიგვწერია 90-იანი წლების რაც მოხდა ხო ქვეყანაში ეს არის არა ესე თქვათ ადეკვატური დღეს ბევრი მიზეზის გამო ეხა ამ თემებში არ შევალ ვისაც ახსოვს რა მოხდა 2003 წელს და ეხა როგორ მოხდა ეს ხო იქ ხელისუფლების ნაწილი იყო ის ხალხი ხო მარტი მე ამ კომენტარს არ ხელისუფლების ნაწილი იყო ის ხალხი ვინც ვარდების რევოლუცია მოახდინა თანამდებობის პირები იყვნენ ოპოზიციაში წასული თუმცა ძალიან ბევრი ხარდამჭერი თავად ხელისუფლებაში ყავდა მინისტრები იყვნენ სისტემაში ბევრი თანამგრძნობი და მოთანამშრომელი ყავდა რა თქმა უნდა რა და შესაბამისად ჩვენი ხედვა არის შემდეგი რომ მოდი გულწრფელები ვიყოთ რა
რომ თუ ბოიკოტში ხარ დღეს, როცა თბილისში 70% არის და აქვე ხაზგაუსო, რა თქმა უნდა, 4-ვე კოალიციის ამორჩევლის. არის ოპოზიციური განწყობის და კალაძეს სექტემბრის დაწყისში თუ აგვისტოს ბოლოს ხოდა 23-მდე ჩამოსული აუცილებლად თბილისში რეიტინგი. ეხლა მაგ კითხვა მარტივი. რატო ჩუქნი ქართულ ოცნებას ყველაზე მთავარ ბრძოლის როლს, რომელიც მოგებული გაქვს 9 თვის წინათ? რატო აკეთებ ამას? პირველი არგუმენტი, რასაც ვისმენდი მე თქვენ ტელევიზიებში და თქვენი კოლეგებიც და ბევრი ადამიანო, რომ ეს არის ნორმალიზაცია. ხო მე კიდევ მითხრა, სიტყვა არის ნორმალიზაცია რა არის? როცა ქუჩაში მთელი ჯახაჯუხი მიდის და ეს გაგრძელდება მანამ სანამ ესენი იქნებიან და ჩვენც ამის ნაწილი ვართ, ხმას პირდაპირ ხას უსვებ ამას. ჩვენ არც ერთი მიტინგი არ გამოგვიკლია, გარდა იმ მიტინგებისა, რომელიც არჩევნების ბოიკოტზე იყო გაკეთებული. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია დავასრულოთ და ვთქვათ, რომ აი ეს აქციები, რომელიც ახლა იმართება ან გაგრძელდება მსგავსი მოთხოვნა. გუშინში იყო, გუშინში იყო და გვარები შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელსაც რეკორდები აქვს მოხსნილი და არავინ ძალიან გთხოვთ, რომ არავინ არ მიიპრივატიზოს, ესე ვთქვათ, ან რუსთაველი, ან მელიქიშვილი, ან რაიმე ბრძოლა. იყო რამდენიმე უსიამოვნო ინციდენტი. ეს სულ იქნება, გიორგი. რომელი არ ვიცი რომელობი თუ ბატონ გეგელიასთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეხლა მე ციხეში ვიყავ მაშინ და ეს არის სამარცხვინო რაღაცა. რომ ვიღაცას უთქვა შენ აქ რა გინდა, იმიტომ რომ ეს ჩემი ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. წარმოუდგენელი რაღაცა და მადლობა მინდა გრიგოლს უთხრა რომ ამაზე ესე ვთქვათ რეაგირება ქონდა ძალიან ღირსეული. მე მოხდა რა თქმა უნდა დაკავშირება და იმ ადამიანებმა ესე ვთქვათ აღიარეს რომ ეს არ იყო სწორი და ძალიან კარგია რომ ესე მთავრდება. თქვენი სურვილია რომ ეს ურთიერთობები დიდი განსხვავებაა ჩვენსა და ბევრ ესე ვთქვათ პოლიტიკოს შორის. მე ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი წამსი მაქვს, ჩემი სიმართლე მაქვს, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი. როცა ვლაპარაკობ ჩვენ სულ ერთიანობისკენ ვართ, ეს ნაბიჯები რაც გითხარი და თუნდაც აი ეს გახარიასთან დღევანდელი მემორანდუმის ხო? ეს კი ბატონო, ესაც იმის გამოძახილია, რომ როცა საქართველოს თემა დგას, ხო, ესე იგი მე ჩემი პიროვნული უნდა გადავდო და ყველამ უნდა გადავდოს უკან და დავაყენოთ. ამიტომ მე მაინც უყურებ ამას, რომ ამ ადამიანებთან ვინც დღეს ესე ვთქვათ ჩვენ ეგრეთ წოდებული ოპოზიციას რო აკრიტიკებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ჩვენ მთავარ მიზანში ვართ შეთანხმებულები და ეს მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ გვინდა რომ ახალი არჩევნები ჩავატაროთ, პოლიტიკური პატივები გავაუშვათ. ეს არის მოკლევადიანი მიზანი, მაგრამ დიდი მიზანი ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ სივრცეში.